10 წლიანი ერთგულება დასრულდა. დავით რაზმაძემ რესპუბლიკელების რიგები დატოვა. მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებზე დეტალურად არ საუბრობს, თუმცა ჩვენს გადამღებ ჯგუფთან საუბრისას ამბობს, რომ ოპოზიციაში ყოფნა აღარ სურს. თამარ ადვაძე საუბრა დავით რაზმაძეს, მან სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეფასებებიც მოისმინა. აღნიშნულ თემაზე თამარს ახლა ღია ეთერში ვთავთ და ველოდებით დეტალებს. დიახ გიორგი, დავით რაზმაძემ რესპუბლიკური პარტია პირადი განცხადების საფუძველზე 13 მაისს დატოვა. რაზმაძე პარტიაში რაიმე სახის პრობლემებს, აზრთა სხვადასხვაობას, კონფლიქტებს გამორიცხავს. მისი განმარტებით, რესპუბლიკელებიდან წასვლის მიზეზი გახლავთ ის, რომ ოპოზიციაში ყოფნა აღარ უნდოდა. რაზმაძემ მმართველი გუნდის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ქართულმა ოცნებამ გაკეთებული საქმეების აფიშირება იმაზე მეტად უნდა მოახდინოს, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდა. დავით რაზმაძე ახლა საკრებულოში დამოუკიდებელი წევრის სტატუსით რჩება. მისი თქმით, ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება სხვა პარტიაში გადასვლასთან დაკავშირებით მიღებული არ აქვს. ის ყოველივე ოცნების გამოსვლები, რომელიც გააჩნიათ ოპოზიციურ პარტიებს, მე 90% შეიძლება მეტიც ვერ დავეთანხმები. ისიც მიგვირს, რომ რატომ არ ახდენს ოცნება თავისი გაკეთებული იმ საქმეების, ასე რომ ვთქვათ, რეკლამირებას, ასე რომ ვთქვათ, მის პიარს. ალბათ გარკვეული პერიოდი ისევ დავრჩები ამ ამხსენებლობის პროცესში, იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე მე არაფერი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. ერთადერთი პარტია დავტოვა. რესპუბლიკური პარტიიდან დავით რაზმაძის წასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ლექსო ვალიაურმა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ რაზმაძემ პარტია დატოვა სამწუხაროა, რადგან იგი ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო, რომელიც არაერთ საქმეს ხელმძღვანელობდა. თავად ვალიაური კი ხაზგასმით აცხადებს, რომ პარტიიდან წასვლას არც ახლა და არც ახლო მომავალში არ აპირებს. ზოგადად სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რესპუბლიკური პარტია თავისი შინაარსით არასოდეს არ დგას რომელიმე კონკრეტულ ლიდერზე, იქნება ეს რაზმაძე, ვალიაური თუ ასე შემდეგ. რესპუბლიკურ პარტიას აქვს ძალიან ძლიერი იდეა. იდეა, რომელიც აერთიანებს უამრავ ადამიანს და ეს არის პარტია, რომელსაც აქვს დიდი წარსული და დიდი მომავალი. მე ძალიან მწუხ ვარ იმ ფაქტზე, რომ ბატონი დავით რაზმაძე უკვე რესპუბლიკური პარტიის წარსულია, თუმცა მომავლის დრო დგება, წარმატებას უსურვებ. დავით რაზმაძის გადაწყვეტილებას დღეს თავისუფალი დემოკრატების გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ თედლიაშვილი გამოეხმაურა. თედლიაშვილს იმედი აქვს, რომ რაზმაძე ქართულ ოცნებას არ შეუერთდება. იმ ფონზე, როდესაც დღეს ხელისუფლების სასამართლომ დააპატიმრა სრულიად უდანაშაულო 5 ადამიანი და თითოეულს განუსაზღვრა 7 წლის თავისუფლების აღკვეთა, ჩემთვის არის მიასახარისხოვანი, ვინ რომელ პარტიას დატოვებს და რომელ პარტიაში გადაპორტირდება. მე მხოლოდ ძალიან გული დამწყდება და არ იქნება სასიამოვნო, თუ კი დავით რაზმაძე დადგება იმ დანაშაულის გვერდით, რომელსაც ქვია ხელისუფლება და რომელსაც ქვია ქართული ოცნება. მე შეგახსენებთ, რომ დავით რაზმაძე რესპუბლიკურ პარტიაში 10 წელი ირიცხებოდა.